მითქმა მოთქმა ატყდა Facebook-ში მით უმეტეს მე ინტერნეტით გავიგე მითქმა რომ მარიამ როინიშვილი იტყუება ამბავი ერთი მეორე არ არის ასე მოკლედ გიხსნით პატივცემულს სამწუხარო ამბავია მაგრამ ძალიან დიდი ხანია მარიამს მართლა აქვს ნეკნის პრობლემა და იმისათვის რომ ეს დაგიმტკიცოთ მაგაზე მოგვიანებით მარიამი იმდენად კარგად ცეკვავს რატომ გაგიჩნდათ ეს აზრი რომ ის რაღაცას იმიტომ ბოროტები ვარ მაშასე ნეკნი გაბზარული შეხორცებული არ არის არა ვიტყუები ეხლა მარიამ როინიშვილი და ლევან ახვლედიანი 95-100 უგულ შემაჭირეთ სამიოდე კვირის წინ მარიამ როინიშვილს აღენიშნებოდა ტკივილი ნეკნების მიმდებარე ტერიტორიაზე მარჯვენა მხარეს, როდესაც მას ტკივილები ძალიან გაუმწვავდა და უკვე არასტეროიდებით ვეღარ შევაჩერეთ ტკივილი, ხელის მოსინჯით აღმოვაჩინეთ ნეკზე დეფექტი. და შესაბამისად გადავწყვიტეთ რომ გადაგვეყო და თავი დაგვეწყვია რაიმე გართულებისაგან. სუნთქვასთან ერთად ძლიერდება? სუნთქვაზე ტკივა. ანუ ჰერპესი გამოვიწყოთ? დიახ. ტრავმა გაქვს. არა, არ უნდა გადახდა ესეთად ჩანს. ეს თო თამადია. ბრო ეს კორძია. და შეეხება იმას, რომ აქ რაიმე ცუდი სიმსივნისთან და რაიმესთან არა რიცხავდა. მაგნეტით ცეკვავდა და იცეკვებ კიდე. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამოვლინდა ძვლოვანი კორძის არსებობა მეცხრე ნეკნის არეში. დაახლოებით კორძის ხანდაზმულობის მიხედვით თუ ვიმშელებთ, ეს არის 6-8 კვირის წინანდელი ტრავმა, რომელიც ამ წუთას შეხორცების პროცესშია და პრინციპში საშიშროებას როგორც ასეთი არ ქმნის. ჩვენ აკრძალვა იმისა, რომ მას გაეგრძელებინა ვარჯიში და დატვირთვა არ მიგვიწია, ვინაიდან ამ წუთას კორძი არის უკვე ჩამოყალიბების პროცესში და არ არის მისი ხელახალი მოტეხილობის საშიშროება.